შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელიც ჩაატარებს ინაუგურაციას. კომისიის თავმჯდომარე გახლავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მე ვარ მისი მოადგილე. პირველი სხდომა ჩატარდება ბატონმა ბიძინამ და მე დაახლოებით რაღაცეებზე უკვე ვისაუბრეთ, მათ შორის კომისიის წევრებმაც გამოთქვეს აზრი, მაგრამ სამუშაო შეხვედრა პირველი ჩატარდება დღეს 4 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში. მას დაესწრებიან თავდაცვის, შინაგან საქმეთა, ფინანსთა, სპორტისა და ახალგაზრდობის, კულტურის, ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები. სამხედრო კომპონენტი აუცილებლად იქნება ინაუგურაციის დღეს. დღეს შეიკრიბება ეს კომისია და იქნება გადაწყვეტილება მიღებული. კომისიაში ჩემი პირველი მოადგილეა ჩართული ჩვენი სამინისტროსა და საინაუგურაციო კომისიამ უნდა განსაზღვროს პირველ რიგში და დაამტკიცოს პროგრამა ინაუგურაციისა, რასაც მოქმედი წესები ითვალისწინებს, განსაზღვროს სტუმრების სია და მოამზადოს საორგანიზაციო საკითხი. ცხადია, რომ ინაუგურაციისათვის საჭირო იქნება სახსრების გამოყოფა, უნდა გაკეთდეს კომისია, რომელიც ღონისძიებებს ჩამოთვლის და შემდეგ სამწუხაროდ იმის გამო, რომ პრეზიდენტის ფონდში ფული აღარ არის, მოგვიწევს მთავრობის ფონდიდან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისათვის სახსრების გამოყოფა.